მე მგონია რომ თავისუფლება არის სტარტი და არა ფინიში. ეს პირველი რაც მგონია ეს არის. სტრატეგიული შეცდომა დაუშვა საქართველოს მე მგონი, როდესაც იფიქრა რომ აი გათავისუფლდა და ეშველა ყველაფრად და ყველაფერში და სამუდამოდ და საშვილიშვილოდ ასე არ არის. თავისუფლება არ არის მიზანი ჩემი აზრით. თავისუფლება არის შესაძლებლობა რომ მიაღწიო მიზანს. თავისუფალი ადამიანი უკეთესად იაზრებს კიდეც ამ მიზანს და უკეთესად აღწევს კიდეც ამ მიზანს. მე ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ჩვენ გვეგონა ყველას, მე კი არ მეგონა, მაგრამ ჩვენ მეთქი რომ ამბობ საქართველოს გულისხმობ და ამაზე უკეთესი ჩვენ არ არსებობს. ჩვენ გვეგონა ყველას რომ საბჭოთა კავშირის მარწუხებიდან გათავისუფლების შემდეგ ყველაფერი თავისთავად მოვიდოდა და არ მოვემზადეთ ჩვენ თავისუფლებისთვის. თავისუფლებას ბევრი ფიქრი სჭირდება, ბევრი შრომა სჭირდება და რაც თავარია აბსოლუტური პასუხისმგებლობა სჭირდება. ერთი ფილმი მახსოვს, ვერაფრით ვერ ვიპოვე, მე ეს ფილმი ერთხელ კი ვნახე. ესპანური ფილმია, თუ არა ვცდები. ხანდაზმული პროფესორი თავის ცოტა უნიჭო, მაგრამ ძალიან შეძლებულ სტუდენტს, უკვე მეცნიერ სტუდენტს, უკვე გაზრდილი ეს თხოვს ასეთ ამბავს, რომ მოდიო შენი მონა ვიქნებიო და ის ჭკუიდან გადადის. ეკითხება, რას ქვია, ჩემი მონა იქნები, რას ბრძანებთ, როგორ გეკადრებათ და ასე შემდეგ. არა, მადლობითაც კი მივიღებ ამ საჩუქარს შენგან, იმიტომ რომ დავიღალე თავისუფლების პასუხისმგებლობით. ანუ, როდესაც თავისუფალი არ ხარ, შენ ნაცვლად გადაწყვეტილებებს სხვები რომ იღებენ. ეს გარკვეულწილად კომფორტიც შეიძლება იყოს ვიღაცისთვის, იმიტომ რომ მას ვისაც პასუხისმგებლობა არ აქვს. არც სასჯელი ემუქრება, არც გაკიცხვა ემუქრება თითქოს ერთ შეხედვით, რა? არავინ არ დასჭის მას, იმიტომ რომ მას გადაწყვეტილება არ მიუღია. და რო უყურებ ეხლა და ეხლა ჩვენ რო ქონოდა ის პასუხისმგებლობა, რაც საჭიროა თავისუფლებისთვის, რომ გვემუშავა უფრო მეტი ამაზე, რომ ეს პასუხისმგებლობა ჩამოყალიბებულიყო და არა ცალკეულ ინდივიდებში მხოლოდ, არამედ მასობრივად, ამაზე უნდა ემუშავა ქართულ სკოლას, ქართულ მასმედიას, ქართულ სახელმწიფოს, ქართულ კულტურას. მაშინ შესაძლოა ჩვენ ახლა უფრო უკეთეს მდგომარეობაში ყოფილიყავით. მხედველობაში კიდევ ისიც მაქვს, რომ თავისუფლებას ძალიან უხდება მრავალფეროვნება აზროვნების, მაგრამ ასევე ძალიან უხდება ერთსულოვნება. კარგი სიტყვა გვაქვს ეს ქართულად. აი უკრაინელები რასაც გვიჩვენებენ ახლა, ხო? დიახ, სინერგიის გარეშე თავისუფლება ძალიან ძნელი გადასატანი აღმოჩნდა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა სახელმწიფომ პირველ რიგში სწორედ აი ამაზე უნდა იზრუნოს, რომ ჩვენ გქონდეს იდეათა ისეთი სისტემა, რომელიც გააერთიანებს ჩვენს ძალისხმევას და საერთო ვექტორით წაიყვანს წინ. ხო და მშობლებს რაც შეეხება, მშობლებს, აი ეს კითხვა დამესწრე. მშობელი თან გაძლევს დიდ თავისუფლებას, თუ კარგი მშობელია, რა თქმა უნდა, თუ განათლებული ადამიანები არიან ისინი. ნუ, სხვა შემთხვევაში ცდილობენ, რომ მოგცენეს თავისუფლება, იმიტომ რომ ყველაფერი კარგი უნდათ შენთვის. მეორე მხრივ, ამავე მიზეზის გამო, რომ ყველაფერი კარგი უნდათ შენთვის, ფიქრობენ, რომ შენ ჯერ არ ხარ მზად იმისთვის, რომ მართებული გადაწყვეტილებები მიიღო და ამიტომ ხანდახან ჭკუას ჭამენ ხოლმე, როგორც სიტყვიან ახალგაზრდები, შეგონებებით. ეს ძალიან დამღლელია ხოლმე. მე მგონია, რომ აი წეღან რომ ვახსენე, რომ ცოდნა, ნამდვილი ცოდნა არის ის, რომელიც შენი ცხოვრების გამოცდილებად, პირად გამოცდილებად იქცევა. აი ეს უნდა იყოს მთავარი გზამკვლევი ნებისმიერი მშობლისთვის, რომ აცალოს შვილს, რომ მან მიიღოს ის გამოცდილება, რომელიც მას საბოლოო ანგარიშით უკეთეს გადაწყვეტილებებს მიაღებინებს, როცა ამისი დრო დადგება.